ადამიანის ისტორია ზუსტად იმას აჩვენებს, რომ ჩვენ მრავალი წელია ვიმყოფებით უკვე ამ შეტევის ქვეშ, ჩვენი მოწინააღმდეგის მხრიდან და ძალიან წუხვა, რომ ბევრი რაღაცა ისე უკუღმა დადგა, იმიტომ რომ ციხიდან გაუშვეს რუსეთის ჯაშუშები, მათ შორის ერთ-ერთი ისეთი, რომელიც 2004-შიც აძლევდა ინფორმაციას ზუსტად ჩვენი ჯარების განლაგების შესახებ ცხინვალის გარშემო, რომელიც შემდეგ გადაცემდა ამ ინფორმაციას რუსეთში და ეს არის დადასტურებული ერთმნიშვნელოვნად და შემდეგ ისინი მათ ჰქონდათ ზუსტი კოორდინატები, სად უნდა დაერტყათ, სად უნდა შემოვიდოთ ხუმბარები, ეს ხალხი გაუშვეს და გაუშვეს ლამის გმირებად ციხეებიდან. ძალიან წუხვა, რომ ბოლო დღეებში რუსეთის ელჩება მიიღეს ინსტრუქცია და რამდენიმე ქვეყანაში გამოაქვეყნეს სტატია, სადაც ციტირებენ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომ ომში არის დამნაშავე საქართველო და ამ შემთხვევაში საქართველოს იხმობენ დამადასტურებელად. ეს ძალიან საშიში რაღაცაა, ამიტომ ჩვენ უნდა ფრთხილად მოვიყვრათ ჩვენ გამომანათქვამებს, რომ ის პირდაპირ აზარალებს საქართველოს საქმეს. აი კორეაში იყო 2 დღის რუსეთის ელჩის წერილი, სადაც პირდაპირ ციტირებენ ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიძინა ივანიშვილიც ამბობს და თქვენ რა გინდათ. კორეელები რაღაცა გვეჭხუბებით, რომ რატო ვართ ოკუპანტები საქართველოში. იგივე ინსტრუქცია მიიღეს რუსეთის ელჩმა ევროპულ ქვეყნებში. ერთ სიტყვით იმ ქვეყნებში, რომელიც ჩვენ მხარს გვიჭერენ რუსეთი აქედან წავიდეს და საქართველოს დეოკუპაცია მოხდეს. ასე რომ გმირს უნდა ერქვას გმირი, ჯაშუშს უნდა ერქვას ჯაშუში, ღალატი არის ღალატი და ეს არაფერი არ შეცვლა საუკუნეების განმავლობაში. თუ ესე არ ვიფიქრეთ, მაშინ ახალი ზაზდამენები აღარ გაიზრდებიან უბრალოდ და მაშინ აღარავინ აღარ ჩათვლის საჭიროდ აუცილებლობაც, რომ ქვეყნისთვის გაწიროს თავი.